თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიე. სიტყვაი ესე ყოველი იქნა, რაითა აღესრულოს თქმული იგი უფლისა მიერ წინა წარმეტყველისაგან, აჰა ქალწული მიუდგეს და შვესწე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით, ჩვენთან ღმერთი 1, 22, 23. გესმა, ვითარმედ მრავალნი თქვენ შორის იტყვიან, თუ ვითარ იქნების ესე, რომელ გვესმოდის, რა ისწავლა ესე სულიერი ეკლესიასა შინა, მობიერ ვიქნებით და განრაივიდით ამიერ, მობიერება იგი წარხდის და სხვად შევიცვალნით. ისმინეთ უკვე, თუ ვინა იქნების საქმე ესე, ამისთვის რამე თუ განხვიდეთ რაი ამიერ, მეხსეულად კაცთა თანაუწესოთ აღერევით და საქმეთა ცუდთა და მავნებელთა შეექცევით. არამედ არა ჯერ არს მირა იხვიდეთ ეკლესიით სახით თქვენ და მეხსეულად უწესოებისა ხელყოფაი, არამედ მირა იხვიდეთ კაცად ისახლად. პირველად ლოცვისა შეწირვაი ჯერ არს და მერმე წიგნისა ხელად აღებაი და მცირედ აღმოკითხვაი და ესრეთ საქმეთა ხორციელთა ხელყოფაი. აც უკვე გნებავს თუ სმენილთაცა სიტყვათა არა დავიწყებად და ლმობიერებისა მის კეთილისა დამარხვად. განაჩინეთ მსგებსა შინა ერთი დღე სულიერისა საქმისა შესაქცეველად და დღეს ამას ერთსა შვიდეულისასა შემოკრბებოდეთ აქა და ისმენდით სიტყვათა ამათ სულიერთა და მას დღესა ყოვლითურ სიტყვათა მათ იწურთიდით და სახვეულთა თქვენთა მიუთხრობდით, რაითა შეექუსოს ხსენებაი თქმულთა ამათ გონებასა თქვენსა და დაუვიწყებელ იქმნას. და არა ძნელ არს ესე, არამედ ფრიად სუბუქ. რამე თუ დასასჯელ ვართ უკვე თუ ექუსი დღე იყოს ხორცთა და სოფლისა ზრუნვათათვის განჩემებულად და სულიერისათვის არცა თუ ერთი დღე თავს ვიდვათ წარგებად. არა ხედავთა შვილთა თქვენთა, რამე თუ რაი იგი ისწავლონ სასწავლოსა შინა, მორაივიდან სახლად, დღე ყოველ იწურთიან მას. უკვე თუ ჩვენცა არა ესრეთ ვქმნათ, არა ისარგებელი ვპოვთ შთასხმითა წყლისაითა ჭურსა შინა განხურეთილსა, რომელნი ესე არა ვაჩვენებთ, ესე ვითარსა მოღვაწებასა საღმრთოთა საქმეთა შინა, ვითარ იგი გვაქვს ოქროისათვის და ვეცხლისა. რამე თუ მცირედი თუ ვინმე ოქროი პოის საუნჯეთა შინა და ვაშკარანთა დამალის და ბეჭდითა დაჰკრძალის, ხოლო ჩვენ ვპოებთ სიტყვათა უპატიოსნესთა ოქროისა და მარგალიტისა და ქვათა პატიოსანთა სიტყვათა სულისა მიერწმიდისა თქმულთა. განა არა შევიღებთ კრძალულებით საუნჯეთა შინა გონებისა ჩვენისათა, არამედ უდებებით გვაქვს იგი წარსაპარველად მტერისა მიერ. ვინ უკვე შემიწყალნეს ჩვენ, რომელნი ესე მბრძოლნი ვართ თავთა ჩვენთანი. არამედ აწვიწყოთ მოსწრაფებით დამარხვათ სულიერისა მის საფასისა. რამე თუ არა შესაძლებელ არს ერთსა შინა დღესა ყოველივე წარმოთქმად ჩვენ მიერ, არამედ რაი იგი მრავალთა შინა დღეთა მიგითხრათ, ვითარცა ჯაჭვი ოქროისა შეათხსენით ურთიერთას და გაქონდეს ყოველივე იგი გვამი წერილთა სრული გონებათა შინა თქვენთა. ისმინეთ უკვე რაი ესეაც წარვიკითხეთ. წახარებაი, ესე ყოველი იქნა, რაითა აღესრულოს თქმული იგი უფლისა მიერ წინა წარმეტყველისაგან, აჰა ქალწული მიუდგეს და შვესწეი და უწოდიან სახელი მისი ემმანუელი 1, 22, 23. თარგმანი, პირველად თქვა მიდგომილება იგი სულისა მიერწმიდისა და შობა იგი უხრწნელი. მერმე მიხედნა უფსკრულს ამას კაცთ მოყვარებისა ღმრთისასა, თუ ვითარ მოულოდებელი იგი და მოუგონებელი საქმე იქნა, ვითარ რჩულნი იგი ბუნებისანი დაიხსნეს, ვითარ განდგომილთა მათ და რისხველთა დაგება იქნა, და უზეშთა ესი იგი ყოველთაი უმდაბლესისა და უდარესისა ყოველთაისა მოვიდა, შუაკედელნი დაიხსნეს, და წყალობა ღმრთისა სოფელსა მოეფინა. ღირსად საკვირველებისა მისღაღატყო ვითარმედ, ესე ყოველი იქნა, რაითა აღესრულოს თქმული იგი უფლისა მიერ, ვითარმცა იტყო და ვითარმედ, ნუ ჰგონებ, თუ ახალი არს განზრახვა ესე, არამედ პირველითგანვე განგებულიყო ვითარცა გვესმის, ვითარ იტყვის პირითა ესაია ისითა.
ხოლო ამას ანგელოზი ეთქვის იოსებს ჩვენებას აშინა, რაითა განეღვიძოს რაიდა მოიხსენოს სიტყვაი წინაწარმეტყველისაი, გულისხმობს ჭეშმარიტება ითქმულთაი მათ და ცნას, ვითარმედ ესე არის ქრისტე, წეღმრთისაი, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყველნი და რწმენეს ჭეშმარიტებაი სიტყვათა მათ ანგელოზისათაი. ესე პირველითგან არა მიუთხრა ქალწულსა, ახარებდა რაი. ხოლო იოსებს ვითარცა მეცნიერსა წიგნებისა მის წინაწარმეტყველთა ისას სამართლად აღუხსენა სიტყვაი ესაიაისი. და პირველ ამისა ეტყო და ვითარმედ, მარიამ, ცოლი შენი, შეადარე მათე 1:20, ხოლო 10, ვინაიდან წინაწარმეტყველი მოწამედ მოიყვანა ჟამსათვისა, სახელსთვა მას ქალწულად, რაითა ასმინოს სიტყვაი, რომელიც ურთილიყო მის მიერ სიყრმითგან. და არღარა შეორგულდეს საკვირველსა მასზე და ამისთვის მოწამედ ჭეშმარიტებისა სიტყვათათვის ისა მოიყვანა ანგელოზმან წინაწარმეტყველი და არა მისაო დენკმა იყო, არამედ ღმრთისაც აღიყვანა სიტყვაი და hrქვა, ესე არის, რომელსა იტყვის უფალი პირითა ესაიაისითა, აჰა ქალწული მიუდგეს და შვესწე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ. ვითარ უკვე არა ეწოდა ემმანუელ, არამედ იესო ქრისტე. რამე თუ არა თქვა, თუ უწოდო, ანუ თუ უწოდოს, არამედ უწოდიანო, უწოდიან ერთაო და ჭეშმარიტება მან საქმისამან. რამე თუ არს ესე ჩვეულებაი წერილისაი, რაითა წესი იგი, რომელიც საქმეთა მიერ დამტკიცნებინ, სახელად უწოდის, ვითარცაა წესი არს, რამე თუ სიტყვა იგი ვითარმედ, უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, ამას მოასწავებს, ვითარმცა იტყო და ვითარმედ. იხილონ ღმერთი კაცთა თანა. რამე თუ მარადის იყო იგი კაცთა თანა და სავსე არს ცაიდა ქვეყანა იდიდებითა მისითა. შეადარე ესაია 6:3, არამედ ესრეთ ვითარაც იქნა არღასა და ყოფილიყო, რაითამცა მიიხუნა ხორცნი კაცობრივნი და იქცეოდა ქვეყანასა ზედა. ამისთვის თქვა, უწოდიან სახელი მისი, ესე იგი არს ხედვიდან ყოველნი ღმერთსა კაცთა თანა. ამას ზედა უკვე თუ ჯერეთ მედგრობდნენ ჰურიანი და არა შეიწყნარებდნენ სიტყვასა ამას, ვკითხოთ მათ, ვითარ იტყვის იგივე წინაწარმეტყველი და მრქვა მეუფალმან, უწოდი სახელი, ადრე წარმოტყვენე და მსწრაფლ წარმოიღე. ესაია 8:3, ოდეს ეწოდა მას ესე სახელი. ნუ იყოფინ. არამედ ვინაიდან იშვარაი უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყვენა ძალი მტერისაი და გამოიხსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთვის თქვა ვითარმედ, უწოდი სახელი, ადრე წარმოტყვენე და მსწრაფლ წარმოიღე. წესი იგი საქმისაი სახელად აღწერა და კვალად იტყვის ქალაქისა მისთვის, ვითარმედ, გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაი, დედაქალაქი სარწმუნოი, სიონ. ესაია 1:26 და არასა და იპოების ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმართლედ, არამედ მარადის იერუსალიმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაი სახელად განაჩინა. რამე თუ ჭეშმარიტად საქმეთა მიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს. ხოლო კვალად სხვასაცა წინა მიყოფენ სიტყვასა უგუნურნი იგი და თვალდაბრმობლინი ჰურიანი, ვითარმედ თქმულ არს სხვათა მიერ თარგმანთა, რომელთა ებრაულისაგან ბერძნულად თარგმანეს, ვითარ აკვირდა და სვინმახოს, ვითარმედ, ესე რა ქალი მიუდგეს და არა თქვეს ქალწული, დაღაცა თუ 3:30 მათ თარგმანთა ქალწული თქვეს. პირველად ამას ვიტყვით ჩვენ, ვითარმედ ყოველივე რაოდენი 3:30 მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი და სარწმუნოი თარგმანებაი, რამე თუ იგინი უწინარეს ქრისტეს მოსვლისა მრავლითა წლითა იყვნენ და ორ-ორი შეყენებულიყო პტოლემეოს მეფისა მიერ და ყოველნი ერთსა წიგნსა თარგმნიდეს. რამე თუ 35 გზის ითარგმანა თითოეული წიგნი, ვითარცა იყვნენ 3:30, ორ-ორი სენაკსა ერთსა შეყენებულ და მერმე მოიღის მეფემან ყოველთა აღწერილი,
და არა იპოვის ყოველდღე მათ შორის განცვალებაი, არამედ ყოველივე სწორად აღწერილარნ. რამე თუ მადლი ღმრთისაი განაგებდა ამას. ამისთვისცა უეჭველ არს მათ მიერ თარგმანებული, ხოლო აკვილა და სვიმახოს და თეოდოტიონ შემდგომად მრავლისა ჟამისა ქრისტეს მოსვლისა გამოჩნდეს და თარგმნეს წიგნები იგი ებრაული ბერძნულებრ, არა თუ ერთსა ჟამსა იყვნენ, არამედ აკვილა ადრიანოს მეფისაზე იყო, რომელი ქრისტიანე იქნა წარმართთაგან და კვალა დაუტევა ქრისტიანობაი და ხურია იქნა და წინა დაიცვითა. და სვიმახოს პერტინაქს მეფისაზე სამარიტელი იყო, ხოლო თეოდოტიონ კომოდ მეფისაზე, ცვალებისაგან მარკიანელთა ისა. ესე სამნივე წინააღმდგომ ქრისტიანთა სარწმუნოებისა იყვნენ და არარაი ჭეშმარიტი და უცდომელი თარგმნეს, არამედ რაოდენიცა შეუძლეს წინააღმდგომად ჩვენისა ამის სარწმუნოებისა, გარდა აქცინეს წერილნი. ხოლო 60-და შორის არცა ამისი არს იჩვი, თუ შემწე ჩვენ დაიყვნენ, არცა თუ მბრძოლ ამისთვისცა უეჭველ და ჭეშმარიტ არს თარგმანებაი მათი და მადლითა მიცსულისაც მიდისაითა აღსრულებულ. ხოლო დაღაცა თუმცა ესრეთ წერილიყო, არავე დამაყენებელ არ სიტყვაი ეგე, არცა წინააღმდგომ ჩვენ და. რამე თუ რაი წინააღმდგომ არს ანუ რაი განყოფილებაი, გინა თუ ეგრეთ თქვას ვითარმეთ, ესე რა ქალი მიუდგეს უთესლოდ, გინა თუ ესე რა ქალწული მიუდგეს. არამედ ჩვენ სიტყვას ამას დაწესებულსა და 60-თა მიერ გამოთარგმანებულსა შევიწყნარებთ, ვითარმეთ, ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ. არამედ კვალა ცხვითაცა სიტყვითა წინააგვიდგებიან შვილნი ჰურიათანი, გუელნი იგი, ნაშობნი იქედნეთანი და იტყვიან ვითარმეთ, იყავნ სიტყვა ეგე ეგრეთ ვითარმეთ, აჰა ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, ვინაი ჩანს ამი სიტყვისაგან, თუ უქორწინებელად და უთესლოდ მიუდგა. რამე თუ ყოველი დედაკაცი პირველად ქალწულან და მერმე შეერთებითა მამაკაცისაითა მიუდგის, და აქაცა წინა წარმეტყველი იტყვის, აჰა ქალწული მიუდგეს, ხოლო ამას არაღარა შესწინებს, თუ უქორწინებელად და უთესლოდ. ამის ესევით არისა გესლიანისა სიტყვისა მათისა მიმართ პირველად ესე ვთქვათ, ვითარმეთ, ნეტარ არიან ყურნი, რომელთა არა ასმიეს ხმაი საეშმაკოთა სიტყვათა თქვენთაი, და თვალნი, რომელთა არა უხილავს დაბნელებული პირი თქვენი და გულნი, რომელნი არა მოწყლულ არიან გესლიანითა მით ნაკბენითა თქვენითა, მერმე ესე მიუგოთ, ურჩულონო და მედგარნო, რომელთათვის იტყვის ესაია, მოედით აქა, ძენო ურჩულოვთანო და ნათესავნო მემრუშეთანო. ვის ზედა აღაღეთ პირი თქვენი, ანუ ვის ზედა განსწართენაი თქვენი. ანუ არა თქვენ ხართა შვილნი წარწმედისანი, ნათესავნი უშჩულონი, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხელთა ქვეშე სერტყოვანთა და უკლევდით შვილთა თქვენთა ხელთა შინა და შორისკლდეთა და ადგილთა ღელეთა. მუნ არს ნაწილი თქვენი და ესე არს სამკვიდრებელი თქვენი. მათ და შესწირენ შესაწირავნი. ვაი სულსა თქვენსა რამე თუ ბოროტი იზრახეთ. ესაია 47:3-6 ესევით არ სამრავალსა შემსგავსებულად ურჩულოებისა თქვენისა გეტყვის ესაია და სხვანი იგი წინა წარმეტყველნი, გულფიცხელნო და ქეთფიცხელნო და წინა დაუცვეთელნო გულითა, თქვენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა აღუდგებით, ვითარცა მამანი თქვენი, ეგრეცა თქვენ. რომელნი წინა წარმეტყველთაგანი არა დევნეს მამათა თქვენთა, და მოსწყვიდნეს, რომელნი წინა ისწარ უთხრობდეს მოსვლას ამას წმიდისა და მართლისასა, რომლისა თქვენ შინაგან მცემელ და მკვლელი ქმნენით. საქმე 7, 51, 52 და 10 სიტყვათა მათ საწინა წარმეტყველოთა ბირებითა მამისა თქვენისა ეშმაკისაითა გარდა აქცევთ და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქვენითა ხრუიან ყოფთ, აღმოიკითხეთ, უკეთურნო. ზემოითრე სიტყვაი წინა წარმეტყველისაი და აღიხილენით, ბრმანო, თვალნი თქვენი, რასა იტყვის ესაია,
და შესძინა უფალმა სიტყვად აქაზისა და ხრქვა, ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართგინა სიმაღლედ. ესაია 7:10-11 და მერმე იტყვის, თქვა ესაია, ისმინეთაც, სახლო დავითისო. ნუ მცირე არსა თქვენ და ღვაწლისა შემთხვევად კაცთა და ვითარ ღვაწლსა შეამთხვევთ უფალსა. ამისთვის მოგცეს თქვენ თავადმან უფალმან სასწაული, აჰა ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ. ესაია 7:13-14 უკვე ვინაიდან საქმე ესე ვითარცა დიდი სასწაული და უცხოია აღუთქვა ჩვენებად, უკვე თუ არა ქალწულისა უქორწინებელისა მოასწავებს უთესლოდ მუცლადღებასა და უხრწნელად შობასა, ვითარ ეგე თქვენ წაჰრევთ. რა ისასწაული არს, ანუ რა ისაკვირველი ქალწულისა ქორწინებაი და შეერთებითა მამაკაცისაითა მიდგომილებაი, რაითამცა ესე სასწაულად უცხოდ და განსაკვირვებლად შემოიღო წინაწარმეტყველმან. არამედ წინაწარმეტყველმან ესრეთ თქვა, უბუნურნო და ცოფნო ვინაიდან სასწაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, რამე თუ აქაც მეფისა მიმართ იტყოდა და ღვაწლსა შეამთხვევთ უფალსა, გიჩვენო სასწაული, რომელი დასაბამითგან არასა და ხილულ არს, არცა სმენილ კაცთა შორის. რაი არს უცხო იგი სასწაული? აჰა ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ, რომელ არს ჩვენთან ღმერთი. ესაია 7:14 მათე 1:23 ესე რა სახელიცა მისი თქვა ვითარმეთ, ღმერთი მოსრული ჩვენ და მომართ, ვითარცა მცირედ ქვემორე ითქვის განცხადებულადრე და ვითარმცა მომდგომარე იყო სულითა მით წინაწარმეტყველებისაითა, ღრმა იშვა ჩვენ და ძე მოგვეცა ჩვენ, რომლისა მთავრობა ზედა მხართა მისთა და ჰრქვიან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოს, საკვირველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისაი, მამაი მერმეთა მათ საუკუნეთაი. ესაია 9:6 ვისნი არიან სახელნი ესე ურჩულონო, თვინიერ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელი გვიშვა ქალწულმან სულისაგან წმიდისა. სწახ არებაი, განიღვიძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან და წარიყვანა ცოლითვისი 1:24. თარგმანი, იხილეა გონებაი მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდესიგი იჩვი ცოდვისაი მოიგონა, განტევებაი იზრახა, რაითა არა იყოს სახლსა მისსა წინააღმდგომი რჩულისაი, და კვალად რა ჟამსეს მას სიტყვაი ანგელოზისაი და იჩვი იგი ბოროტი განქარდა. მეხსეულად ყოველივე ორგულებისა გულის სიტყვაი აღმოიგდო გულისაგან თვისისა და წარიყვანაო, ესე იგი არს, თუ მიითვალა გონებითა ყოფად ქალწულისა სახლსა შინა მისსა. რამე თუ არა თუ სხვაგან სადმე იყო ანუ განსრულიყო სახლით, რომელი იტყვის თუ წარიყვანა, არამედ გონებისა მისისა იტყვის ზრახვასა. რამე თუ პირველ ჩვენებისაგან ეზრახა განტევებაი მისი და განვლინებაი სახლისაგან მისისა, ხოლო ესმა რაი სიტყვაი ანგელოზისაი და გულსავსე იქნა, და ამტკიცა გონებასათვის სამსახურებად ესრეთ საკვირველისა მის ქალწულისა. რამე თუ ცნამ ვითარმედ ესე არს ქალწული იგი, რომლისათვის მარადის აღმოიკითხვი და წინაწარმეტყველთა მიერ ქადაგებულსა ვითარმედ, აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ, ესაია 7:14 და კვალად ითქვის. აღმოვიდეს კვერთხი ძირისაგან იეისესისა და ყვავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს. ესაია 11:1 გულისხმაყო ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა, ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დახშულ, და მრქვა მეუფალმან, ბჭე ესე დახშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამე თუ უფალი ღმერთი ისრაელისა შევიდეს მიერ და იყოს დახშულ. შეადარე ეზეკიელი 44:1-2 გულისხმაყო ვითარმედ ესე არს, რომლისათვის იტყოდა დავით,
წმიდა ხო საყოფელი თვისი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე. ფსალმუნი 45:5-6 ესე არის, რომელსა მანვე კიდობნად სიწმიდისა, ფსალმუნი 131:8 სახელს სთვა. გულისხმობ ვითარმედ ესე არის, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწამულად და თქვა ვითარმედ, საშინელ არის ადგილი ესე. დაბადება 28:17 გულისხმობ ვითარმედ ესე არის, რომელი მოსე მაყულად შეუწუელად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა და მაყვალი იგი არა შეიწუოდა. შეადარე გამოსვლა 3:2 ესე არის, რომელსა სოლომონ ცხედრად მეუფისა და წყაროდ და ბეჭდულად სახელს სთვა. გულისხმობ იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყველთა, რამე თუ განივიძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო საბურველი იგი, რომელიც ძეს გულსა ზედა ჰურიათასა და მიითვალა გონებით ამსახურებაი ქალწულისა იმის და წარიყვანა ცოლითვისი. იხილია ესეცა ვითარ პირველ შობისა ზედა ისე და ცოლად მისა სახელს დებს. რამე თუ ვითარცა იგი მაშინ განგებულებით ცოლად მისა საგონებელი ყო ზემოთქმულთა მათ მიზეზთათვის, ეგრეთვე მახარებელი სიტყვასათვისა შეჰმზადებს, სიტყვით იტყვის სახელსა ცოლებისასა, ვითარცა მაშინ საგონებელი ყო და საქმით გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა მას საქმისასა და ღაღადებს. წახარებაი და არა იცოდა იგი ვიდრემდე 7-ზე თვისი პირმშვე და უწოდა სახელი მისი იესო 1:25. თარგმანი კვალად ამათ სიტყვათათვის ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის სიბოროტისა მიმსგავსებულნი მწვალებელნი ვინმე უცხონი შვილთაგან ეკლესიისათა და ცუდად მეტყველებენ და ამას სწრახვენ. თუ შემდგომაც საკვირველისა ამის შობისა კვალად მოასწავებსო სახარებაი შობასა ქალწულისასა რჩულითა მით ქორწინებისაითა და ამას სიტყვასა შემწეთ თვისისა უგუნურებისა მოიღებენ, ვითარმედ, არა იცოდა იგი ვიდრემდე 7-ზე თვისი პირმშვე. ხოლო ჩვენ და ფრიადი შრომაი არაც სახმარი ყო ამისთვის, რამე თუ ესე ოდენ იყო საძიებელი, რომელ მახარებელმანცა გამოაჩინა, ვითარმედ უთესლოდ შვა და ქალწულადვე ეგო და შემდგომი ამისი. ცხადარს ყოვლისავე კაცისა მიერ გულისხმისა ყოფელად, ვითარმედ შეუძლებელი ყო ქალწული იგი, ესე ვითარისა მის უცხოისა მიდგომილებისა და საკვირველისა შობისა ღირსქმული, შემდგომად შობისა მის წესსა მას ქორწინებისასა მონებად, ანუ იოსებისა კადრებად შეხებად მისა. არამედ რაითა განჩინებულად საპირი დაუყოთ პირთა მათ უღობავთა და გულთა მცვირის სახეთა, ესრეთ ვიტყვით. ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ. უბიცოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისაი, არა განეღო ყოვლადვე ტაძარი იგი ღმრთისაი, რომლისათვის რქვა უფალმან ეზეკიელს, ბჭე ესე დახშულიყოს და არა განეღოს და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამე თუ უფალი ღმერთი ისრაელისაი შევიდეს მიერ და იყოს დახშულ. ეზეკიელი 44:2 ხოლო მრქვან თუ ვითარმედ, რაისათვის თქვა მახარებელმან თუ არა იცოდა იგი ვიდრემდე 7-ზე თვისი პირმშვე. ვრქვათ ჩვენ ჰინდოთ ამათ გონებითა და სულითა, უწყით მე რასა ეგე იკითხავთ. ჰე უგუნურ ხართ და უსწავლელი ოგულისხმო და ბრმა, არამედ ჩვენგან ისწავეთ სიტყვაი ესე, თუ ვიდრემდე და ვიდრემდის მუნჟამადმდე, სადა იგი იყო სიტყვაი მეტყველისაი, მოასწავებს, ხოლო წაღმართ მისა არას გამოაჩინებს. არცა აღსასრულს არას მის საქმისასა და ამტკიცებს, უკვე თუ სხვაი არ არის შესწინოს. და მრავალი მაქვს ამის სიტყვისა სახეწმიდათა წერილთაგან, რომელთაგან მცირედი ვთქვა გულისხმისა ყოფილად სახეთა მათ სიტყვათასა. რქვა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა, აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მათეო 28:20 რაი არს ესე. ნუ უკვე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროსა უფალი მათგან.
და ვითარეგების ესე მოგონებადცა? და კვალადი თხვის დავით წინაწარმეტყველი, რქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენი ქვეშე ფერხთა შენთა. ფსალმუნიას 9:1 ეწამების მას მოციქული პავლე და იტყვის, რამე თუ ჯერ არს მისა სუფევაი ვიდრემდე დაისხნას მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა. პირველი კორინთელთა მიმართ 15:25 რასა იტყვით ამისთვის. ნუ უკვე თქვათა ვითარმეთ ჯდეს იგი მარჯვენით მამისა და სუფევდეს ვიდრემდე დაემორჩილნენ მტერნი მისნი და მერმე აღდგეს მარჯვენით ჯდომისაგან, ანუ აღარა სუფევდესა? რომელმანცა ეშმაკმან მოიგონა ესე, ანუ იკადრამცა თქუმად. ჰოი თქვენ, ეშმაკთა უურცხვინესნო. და კვალად წერილ არს დაბადებასა შინა, არა მოიქცა ყორანი იგინო ესა ვიდრემდე განხმა ქვეყანაი. დაბადება 8:7 არა თუ ამას მოასწავებს ვითარმეთ შემდგომად განხმობისა მოიქცა. და კვალად წერილ არს, გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი ვიდრემდე განკვდეს მთოვარე. ფსალმუნი 71:7 არა თუ ამას იტყვის, თუ ამისა შემდგომად აღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშვიდობაი მისი. და სხვა ესე ვითარი მრავალი არს გამოჩინებად ვითარმეთ სიტყვაი ესე, ვიდრემდე ანუ ვიდრემდის სადამდის სიტყვა იგი იყოს მოასწავებს, ხოლო აღსასრულს ამის საქმისასა და ამისა შემდგომად აღარა ყოფასა არა გამოაჩინებს. ეგრეთვე აქა არა თუ ამისთვის თქვა, არა იცოდა იგი ვიდრემდე შვაძეთვისი პირმშოი რაითამცა მოიგონენ თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ ვიდრემდე შვაძეთვისი ამისთვის თქვა რაითა უცხო იგი და საკვირველი საქმე და ამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაი. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამე თუ საკვირველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი, უთესლოდ და უხრწნელად შობაი. აც რომელი ესე ძნელ იყო საცნობელად და უცხო მოგონებად გვასწავა მახარებელმან, ხოლო რომელი იგი ადვილი იყო და ცხად, ჩვენ დაგვიტევა გულისხმისაყოფელად, რამე თუ რაიმცა იყო ამისა უმეტეს ცხად და გულისხმისაყოფელად ადვილ. ვითარმეთ შეუძლებელი ხო გამოუთქმელისა მის შობისა შემდგომად წესსა მას ქორწინებისასა შესვლა იწმიდისა მის ქალწულისა, რომელი იგი შობამდე ქალწულიყო და შობასა ქალწულ და შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და კურთხევა იგი შვილიერებისაი დაიმკვიდრა. ეჰა საკვირველი. ქალწული დედა იქმნა და ქალწულადვე ეგო. ხედავა განახლებასა მას გონებისასა. სხვათა დედათაზე ვიდრემდის ქალწული იყოს დედაი არა არს და რაჟამს იგი დედა იქმნას ქალწულებაი არა აქვს, ხოლო აქა ორივე ესე სახელი ერთად შემოკრბა. რამე თუ იგივე დედაი არს და ქალწული და არცა ქალწულებამან შობად დააყენა, არცა შობამან ქალწულებაი დაახსნა, და ნამდვილ ეგრეთ ჩვენოდა რომელი იგი უხრწნელყოფად ბუნებისა ჩვენისა მოვიდა სოფლად, რაითა დაწყებაი უხრწნელებისაი დედისათვის ისაგან ყოს, რომლისაგან თავსიდვა განკაცებაი სულისა მიერ წმიდისა. ამას მოასწავებდა ხილვა იგი, რომელი იხილა. მოსერჩულის მდებელმან რაჟამს ცეცხლი ედებოდა მაყვალსა მას და არა შესწუვიდა, რამე თუ ეგრეთვე ქალწულმა გვიშვა ცეცხლი ღმრთებისაი და არა განიხრწნა. ესე ყოველი ესრეთ გულისხმა ყავთ, ვითარცა ვთქვთ ჭეშმარიტი განმარტება ის სიტყვისა იმის, ვითარმეთ, არა იცოდა იგი ვიდრემდე შვაძეთვისი პირმშოი. პირმშოი ეწოდა უფალსა ჩვენსა ქალწულისაგან და კეთილად ეწოდა, არა თუ რაითამცა მოასწავა, თუ სხვა იცა იშვა შემდგომად მისა, ნუ იყოფინ. არამედ რომელი იგი არასა და იშვა სხვა ესრეთ. რამე თუ ვისესმა სადა შობაი უთესლოდ და მშობელისა მის უხრწნელად დამარხვაი.
ამისთვის პირმშოდ ეწოდა, რამე თუ პირმშოისა სახელი არა თუ სხვათა შემდგომად მისა შობასა გამოაჩინებს, არამედ რომელმან იგი პირველ განაღოს საშოი, მას ეწოდების პირმშო, გინა თუ შეუდგენ სხვანიცა ძმანი, გინა თუ არა. ამით სახითა თქვა ვითარმეთ, ძეთვისი პირმშოი ვითარმცა იტყოდა თუ ძე რომელი დასაბამითგან ესე ვითარი არა შობილი ხო ქვეყანასა ზედა, არამედაც იშვა პირმშოი და მხოლოდ შობილი. ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან სახელს თვა უფალსა პირმშოდ მამისაგან შობითამით დაუსაბამოითა, რამე თუ იტყვის, რომელი იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაი, პირმშოი ყოველთა დაბადებულთაი, კოლასელთა მიმართ 1:15. არამედ არა თუ ამით სიტყვითა სხვასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კვალად იგივე პავლე იტყვის უფლისათვის, რომელი იგი არსო დასაბამი, პირმშოი მკვდრეთით, კოლასელთა მიმართ 1:18, არამედ არა თუ ეგრე გვასწავებს. თუ სხვა იცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემოსვლელი ჯოჯოხეთისაი და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკვდრეთით ძალითა მithღმრთებისაითა. ამისთვის უკვე ისმენდი მეცნიერებით და გრძმენი ღმრთის მოყვარებით. პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამე თუ პირველ საუკუნეთა მხოლოდ ისაგან იშვა შობითა უცხოითა და მოუგონებელითა, პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამე თუ არასა და შობილი ხო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაი და შემდგომად შობისა დაეცვა დედაი ქალწულად, პირმშოი ეწოდა მკვდრეთით, რამე თუ მან ყო შემოსვლაი ჯოჯოხეთისაი და დახსნა ძალი სიკვდილისაი, რომელი ადამიანისით ვიდრე მის დამდეს უფევდა კაცთა ზედა. სამკერძოვე პირმშო ეწოდა მეუფესა ჩვენსა ქრისტეს, რაითა იყოს იგი თავადი ყოველსა შინამთავარ და განჩინებული ხოს დიდება იმისი ყოველთა შორის. და კვალად მეტყვიან ჩვენ წინააღმდგომნი ვითარმეთ, იყავენ რა იგეს თქვი ესრეთ, არამედ ესეცა განგვიმარტე, ვითარ ძმად მისა ეწოდა იაკობს და ძმათა მისთა. ისმინეთ ამისთვისცა, ვითარცა იგი იოსებ. არა ქმარი იყო მარიამისი, არამედ ესრეთ საგონებელი იყო და მამად იესუისაცა უწოდდეს, ეგრეთვე ძეთა მათ იოსებისთა ძმად ეწოდა მისა, რამე თუ ვითარცა ზემოვრთქო მრავალი იქნა განგებულებით სიტყვაი და საფარველად უთესლოისა მის და უხრწნელებით შობისაი. ამისთვისცა იტყოდა მათთვის იოანე, ვითარმეთ, არცა ძმათა მისთა ხრწმენა მისი. იოანე 7:5, არამედ რომელნი იგი პირველ ურწმუნოებით იყვნენ, იქნეს უკუანაისკნელდით და საკვირველ და უფრო ისად ნეტარი იგი იაკობ, ვიდრე ღაოდეს იგი ავიდეს პავლე და მისთანანი იერუსალიმ რჩულისათვის კითხვა და წესთათვის, მისა მივიდეს. რამე თუ ესრეთ საკვირველი კაცი იყო, ვიდრეღა პირველი ეპისკოპოსი იგი იქნა ქრისტიანეთაი და წერილ არს მისთვის, ვითარმედ ესოდენ ფიცხელი მოღვაწება იაქონდა, რომელ სრულიად ასონი მისნი მკვდარიყვნეს და მრავლისა ლოცვისა და მუხლდრეკისაგან და ზედა ისე და შუბლისა მისისა ქვეყანა დადებისაგან ესრეთ იქნა შუბლი მისი დაბებყულ და დაკანებულ, რომელ არარაითა უმოლხინეს იყო მუხლთა აკლემისათა. ესოდენ განსრქელებული ხო ტყავი და განკაფებულ ხორცნი მრავლითა მით მოღვაწებითა. ამან კვალად პავლეს, მისვლასა მას მისცა იერუსალიმს, ასწავა ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, შევიდა პავლე იაკობისა და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი და მოიკითხნა იგინი. და ხრქუა მას იაკობ, ხედავა ძმაო, რაოდენი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი, შეადარე საქმე 21, 18, 20, რამე თუ მათ ყოველთა წინა მძღვარი და მოძღვარი იაკობი ხო, ესოდენ აქ უნდა ღმრთისა მიერ მადლი და შური საღმრთოი. ხოლო უკუანაისკნელ მოიკლაცა ურჩულოთა ჰურიათა მიერ სახელისათვის ქრისტესისა, რამე თუ წამა ჭეშმარიტებაი და ქადაგაღმრთება იმისი კადნიერებით. ესრეთ მიუთხრობელმან ძალმან ქრისტესმან აღავსნა მადლითა და რომელნი იგი პირველ ჯვარცუმისა ურწმუნო იქნეს მისა მიმართ, შემდგომად აღდგომისა ესრეთ აღივსნეს სარწმუნოებითა მისითა და სიყვარულითა,
ვიდრეღა არა ხრიდეს სისხლთა მათთა დათხევად და სულთა მათთა დადებად სახელისა მისისათვის. რამე თუ ჭეშმარიტად მიუთხრობელ არს მადლი უფლისაი, რომელი აღდგომითა მისითა მოჰფინა მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა და ამისთვის უდიდებულესნი ძალნი შემდგომად აღდგომისა გამოჩნდეს, რაითა უეჭველიყოს ჭეშმარიტება იქადაგებისა მათისაი. რამე თუ ჩვეულებაი ბუნებისა ამის კაცობრივისაი ესე არს, რომელ მრავალნი იყვნენ სოფელსა შინა დიდებულ და ქებულ და ყოველთა მიერ საწადელ, ხოლო წარაივიდიან ამიერ სოფლით, მეხსეულად დაივიწყნიან ვითარმცა ყოვლადვე არა ყოფილიყვნეს. ხოლო ქრისტე იქცეოდა რა იქ ქვეყანასა ზედა, შეურაცხებით იქცეოდა, ვითარცა ერთი მდაბალთაგანი და არა მრავალთა ხრწმენა მისი. ხოლო ჯვარს ეცვა რაი ცხოვრებისათვის ჩვენისა და სიკვდილისა გემოიიხილა და აღდგა მკვდრეთით და ზეცა დამაღლდა, ესოდენ განეფინა მადლი მისი ქვეყანასა ზედა, ვიდრეღა ყოველნი მას შეეწყნარნეს და მრავალთა სახელისა მისისათვის სიკვდილის სიხარულით დაითმინეს და აღივსო სოფელი დიდებითა მისითა. სწავლაიე ვითარმედ არა ჯერ არ სხვათა სათნოებასა მინდობაი, არამედ თავით თვისით მოუაწებაი და მოუახშეთათვის. ხოლო ამას ყოველსა არა ამისთვის ვიტყვით, რაითა გესმოდის ხოლო, არამედ რაითა ბაძვიდეთსა სიმხნესა მას წმიდათასა, კადნიერებასა მათსა მძლავრთა მიმართ და ყოველსა მას სიწმიდესა, რაითა არავინ წარიკვეთოს სასოებაი. დაღაცა თუ პირველ ამისა უდებიხო და დახსნილ, რაითა არას ვინ ესვიდეს სხვასა, გარნაწყალობასა ღმრთისასა და ნაყოფსა თვისისა მის სინანულისა და შრომისასა. რამე თუ უკვე თუ მათ არას სარგებელეყო თვისებაი ქრისტესი, რამე თუ მისვე ტომისა და ნათესავისანი იყვნეს, ვინაიცა ქრისტე გამოჩნდა, უკვე თუმცა არა ეჩვენა წესი ესე ვითარისა ამის დიდისა სათნოებისაი, ვითარ ჩვენგანი მრავალნი განსამართლებელად თავისათვის ისა იტყვიან თვისებასა და ძმობასა ანუ შვილებასა კაცთა მართალთასა. არამედ არარაი ამის ესე ვითარისა გულის სიტყვისაგან გუერგების ჩვენ, უკვე თუ არა ვიღუაცოთ აღსრულებად მცნებათა. ამისთვის იტყვის წინა წარმეტყველი, ძმამან ვერ იხსნას იხსნასა იგი კაცმან, ფსალმუნი 48:8 ვერ ვინ გვიხსნის უკვე თუ ჩვენცა არა გვაქუნდეს ნაყოფი სინანულისაი, არცა თუ მოსე იყოს, გინა სამუელ, გინა იერემია. და ისმინე რაი მიუგო უფალმან იერემიას, ნუ ილოცა ვერ ისა ამისთვის, რამე თუ არა ვისმინო შენი, და რად გიკვირს უკვე თუ შენი არა მესმის. დაღაცა თუ მოსე ანუ სამუელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი, შეადარე იერემია 11, 14, 14, 11, 15, 1 დაღაცა თუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას, აღთულდგენ ნოე და იობ და დანიელ. ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინენ, შეადარე ეზეკიელი 14, 14, 18 დაღაცა თუ აბრაჰამ მამად მთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათვის და არა მოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი, დაღაცა თუ სამუელი ყოს, რქვას მას. ნუ იგლოვ საულისთვის, შეადარე პირველი მეფეთა 16, 1 დაღაცა თუ დისათვის ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე. მარიამისთვის უკვე თუ არა ჯერ იყოს, არა ისმინოს მისი. რიცხვი 12, 13, 14. არა თუ ამას ვიტყვი, თუ ლოცვასაც მიდათასა არა აქვს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქვს. არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩვენ და ოდეს ჩვენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს ვითარმედ დიდი კადნიერებაი აქონდა მოსეს, ამისთვის წაიხსნა ძმაითვისი და 60 ბევრი ერისა იმის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ და დაითვისი ვერ იხსნა. და არავე დიდი იყო მისი იგიც თომაი, რამე თუ მან მოსესთვის თქვა სიტყვაი შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესწოდეს. საძიებელ არს თუ ვითარ იგინი მიანიჭნა მოსეს, ევედრებოდა რაი და დისათვის არა უსმინა.
და რად ვიტყვით ისათვის. თავისათვის ისათვის ვერ ითხოვა საქმე ერთი, არამედ ესოდენთა შრომათა შინა და ჭირთა, შემდგომად 40 სიცოცხლის საოფლთა და ღვაწლთა დაყენებული ქმნა შესვლად ქვეყანასა მას აღთქმისასა. რა ისათვის უკვე იქნა საქმე ესე? ისმინეთ მიგითხრა, არა ჯერ იყო თხოვისა მისისა აღსრულება და შესვლა იმისი ქვეყანასა მას, რამე თუ იცოდა ღმერთმან უგუნური და განდრეკილი გონებაი ჰურიათაი, რომელნი იგი გამოვიდეს რაი ეგვიპტით, მეხსეულად დაივიწყეს ღმერთი და მოსეს ეძიებდეს, და ვითარცა მას დაეყოვნა, ხბოიქნეს და თაყვანისცეს. იცოდა ღმერთმან ვითარმეთ შეიყვანეს თუ იგინი მოსე ქვეყანასა მას და მონაღესრულოს, ეგულებოდა მათ ღმრთად აღსარება იმისი და ესრეთ დიდიმცა იქნა სავნებელი. ხოლო ღმერთსა არა ენება, რაითამცა კაცი იგი წმიდაი და სათნო იყოს უგუნურთა მათ მიზეზად თვისისა მის კერპმსახურებისა. ამისთვის არა შეუნდო შესვლად ქვეყანასა მას, არცა საფლავი მისი საცნაური იქნა ამის მიზეზისათვის. და სამუელცა საულ ვერ იხსნა რისხვისაგან, ხოლო ისრაელი მრავალგზის გამოიხსნა, და იერემია ჰურიანი ვერ იხსნა, ხოლო სხვანი ვინმე იხსნა რისხვისაგან, და დანიელ ბარბაროზნი იხსნა სიკვდილისაგან, ხოლო ჰურიანი ვერ იხსნა ტყვეობისაგან. და სახარებასა შინა ვიხილოთ ორივე იგი ერთსაზე და რამე თუ თანამდებმან მან ბევრეულისა შანთისამან იხსნა თავითვისი ვედრებითა და კვალად ვერ იხსნა, და სხვამან კვალად წინა ოკმო, პირველად განსცა თავითვისი და უკუანა ისკნელ დიდად სარგებელეყო. ვინ არს ესე? შვილი იგი უძღები, რომელმან წარაგო ყოველი მონაგები მამული და მერმე მოიქცა და ევედრა მამასა სახიერსა და შეწყნარებული ქმნა. რაც ამის ყოვლისაგან გულისხმავ ყოფთ, ვითარმედ უკვე თუ განვსნეთ თავნი ჩვენი ცოდვასა, ვერცა წმიდათა ვედრებითა შემძლებელ ვართ ცხოვრებისა პოვნად. უკვე თუ კულა მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიწყოთ ქმნად კეთილისა, მაშინ მეოხება იცა წმიდათაი დიდად სარგებელ გვეყოს და თვით ჩვენიცა ვედრებაი შეისმინოს ღმერთმან უმეტეს. რამე თუ ეგრეთ ხნებავს ღმერთსა, რაითა ჩვენი უფროისად მომადლოს თხოვაი ვიდრე სხვათა, ჩვენთვის, რაითა ჩვენითა ვედრებითა დახსნას განმზადებული ჩვენთვის რისხვაი, რაითა ჩვენ მოგუცეს კადნიერებაი შეწირვად ლოცვისა. ესრეთ შეიწყალა ქანანელი იგი, ესრეთ აცხოვნა მეძავი და ავაზაკი, არა ვისითა მეოხებითა და შუამდგომელობითა, არამედ თვით მათითა ვედრებითა. და არა თუ ეგრეთ ვიტყვი, თუ ნუ ვევედრებით წმიდათა და მეოხად მივავლენთ ღმრთისა მიმართ, ჰე, ვევედრებოდით მათ და შეურდებოდეთ, რაითა მეოხ გვეყვნენ წინაშე ღმრთისა, არამედ ამას ვიტყვი, რაითა არა ვიყვნეთ უდებებასა შინა და ცოდვასა, შვებასა და ძილსა და ვჰგონებდეთ სხვათა ლოცვითა მიმთხვევად ცხოვრებასა. რამე თუ ისმინეთ რასა მეტყვის უფალი, მოიგენით თავისათვის ისა მეგობარნი. ესე თქვა და არა დაიდუმა, არამედ შესწინა, მამონა ისაგან სიცრუისა, ლუკა 16:9, რაითა შენცა ნაყოფი გაქუნდეს სათნოებისაი და არა ცუდად გინდეს მეგობართა მოგებაი. რამე თუ სახელითა მით მამონა ისითა სიცრუით მოგებულისა მის სიმდიდრისაგან მოწყალებისა ქმნა იმოასწავა და საკვირველი ესე არს, რომელ არცა გამოეძიებს მონაგებს ამას სიცრუისასა და გარე მიაქცევს, ვითარმცა იტყოდა, მოგიგიეს ბოროტად, წარაგეაც კეთილად, შეგიკრებიეს უჯეროდ, განაბნიე ჯეროვნად. და რა ისათნოებაი არს ესე ვითარისა მონაგებისაგან ქმნა იქველის საქმისაი. გარნა ღმერთი თვისისა კაცთ მოყვარებისათვის ამასცა შეიცირავს. ხოლო ჩვენ ესოდენსა მოვიწიენი თულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველის საქმესა, არამედ ბევრეული რაი მოვიტაცოთ, უკვე თუ მცირედი რაიმე მივცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგვიცემიეს. არა გესმისა, რასა იტყვის პავლე, რომელმან სთესოს რიდობითცა მოიმკოს.
მეორე კორინთელთა მიმართ 9:6 რაისათვის უკვე ერიდები. არა თუ წარსაგებელი არს საქმე ეგ ეს სარგებელი არს და შესაძინელი ვაჭრობაი არს კეთილი სათესავი არს ნაყოფიერი. არა უწყია ვითარმეთ სადა თესლი იყოს მუნ კაიცა იქმნების. ხოლო შენ უკვე თუ ყანისა ნაყოფიერისა თესვა იგენების არა თუ შენი ოდენს თესე არამედ სხვათაგანცა ივასხი და სხვად გიჩნე ესე ვითარისა ქვეყანისა თესვასა რიდობაი. ხოლოაც წინამდებარე არს სათესავად ყანა იგიზეცისაი რომელსავე რომელი უწესობაი ჰაერთა იავნებს არამედ უიჩველად ასეულად და ათასეულად მოგცემს ნაყოფსა. გცონის თესვად და ხრიდებ არა უწყია ვითარმედ მრავალგზის რიდობაი მიზეზი ქმნის სხვევისა და არა რიდობაი მიზეზ შეძინებისა. აც უკვე განაბნია საფასე რაითა მრავალწილად შეიკრიბო. ნუ ხმარხავ რაითა არა წარსწყმიდო წარაგე რაითა შეიძინო და უკვე თუ დამარხვა იგნებავს ნუ დახმარხავ რაითა არა ყოველივე წარსწყმიდო. მიანდვე ნამარხევი იგი ღმერთსა რამე თუ არავინ წარიტაცოს მისგან. ნუ შენ ვაჭრობ რამე თუ არა იცი ვაჭრობაი სარგებელისაი არამედ ავასხე რომელი იგი უმრავლეს თავთასა მოგცემს აღნადგინებსა ავასხე სადა იგი არ არს. შური სადა არ არს შესმენაი არცა შიში ავასხე რომელსა არ არა ეხმარების შენგან არამედ შენი ოდენ ხნებავს სარგებელი რომელი ყოველთა ზრდის და შიან შენი ცხოვრებაი შიერისა მაგის და წარწყმედილისა რომელი მდიდარ არს და შენთვის დაგლახაკნა რაითა განგამდიდროს ავასხე რომლისაგან აღნადგინებად მოგეცემის სასუფეველი ცათაი. ამის სოფლისა აღნადგინები გეჰენისა მომატყუებელ არს და იგი სასუფეველისაი. რაი უკვე მიუგოთ რომელესე მცირედისა წილფრიადი მოგვეცემის და მოგვეცემის ვეჭველად მოგვეცემის შამსა ოდეს ჩვენ დიდად გვიხმდეს მოგვეცემის უჭირველად უყვედრებელად უშიშებით და ჩვენ დაუტევებთ ესე ვითარსა მას სარგებელსა და ვეძიებთ სოფლიოსა ამას. უნდოსა ამაოსა სავსესა საცთურითა და ჭირითა და მომატყუებელსა ჯოჯოხეთისასა. რამე თუ არ არაი არს სოფლიოისა ამის აღნადგინებისა და ვახშისა უძვირეს, არაი არს ამისა უბოროტეს, რომელესე მოიყიდის სულ თქუმასა და ჭირსა გლახაკთასა და სარგებელად უჩნს სხვათა ზღვევაი და სასყიდელსა ეძიებს აქავე წყალობისასა, ვითარმცა ეშინოდა, ნუ უკვე მოწყალეთა თანა აღიწეროს. აღნადგინებისა მოყვარე სახითა მოწყალებისა ითა უღრმესსა აღმოითხრის უწყალოებისა მთხრებლსას სახითა შეწევნისა ითა განუმრავლებს გლახაკსა ჭირთა და ზღვევათა სახითა ხელის საპყრობისა ითა უღრმესსა კაპანსა შთააგდებს შეიწყნარებს გლახაკსა ვითარცა ნავთსაყუდელი და დაანთქამს მას ვითარცა ნიავქარი გრიგალი ვითარცა კლდეთ დაფლული ზღვასა შინა. არამედ მეტყვიან მე მოყვარენი იგი აღნადგინებისანი, მოვახშენი და უწყალონი, რაი არსო ესე რომელსა მამცნებ. ოქრო იგი რომელი შრომით შემიკრებიეს, მივსცე სხვასა სესხად, რაითა განამრავლოს მან და გამდიდრდეს და მე სასყიდელი არ არაი მოვიღოა. ნუ იყოფინ. არა ესრეთ ვიტყვი რაითა უსასყიდლოდ განხვიდე არამედ მნებავს სასყიდლის მიცემაი შენი არა უნდოისა და მცირისაი არამედ დიდად ჩვენიერისა და დიდებულისაი. რამე თუ ოქროისა წილ მნებავს რაითა მიიღო აღნადგინებად სასუფეველი ცათაი. ხოლო შენ რაისათვის სიგლახაკესა შინა შეაწყუდებ თავსა შენსა და მიწათა შინას წურები და დიდის წილ მცირესა ეძიებ და არ არასა. ესე საქმე არს უგუნურთა ვაჭართაი. ჰოი საკვირველი. ღმერთი აღგითქვამს მცირედისა წილ საფასისა კეთილთა მათ წარუვალთა და შენეთყვი. ნუ მომცემ სასუფეველსა არამედ მომეც ოქრო იგი წარწყმედადი, ესე გონებისა უფალმან თქვისა. არა უწყითა ვითარმედ რომელსა სუროდის სიმდიდრისა ამისთვის, სოფლიოისა საქმისათვის სურის,
წარწმედადისა და ამაოისა? რაც უკვე რომელსა სიმდიდრე უყვარს ჭეშმარიტი, გამოირჩიენ მან ფრიადი იგი მცირედისაცილ, წარუვალი წარმავალისაცილ, განუხრთნელი განხრთნადისაცილ, არსი იგი არა არსისაცილ და ესრეთ ორივე მიეცეს. რამე თუ რომელმან შეიყვაროს ქვეყანისაი, ვიდრეღა ზეცისაი, უეჭველად ორისაგანვე გამოეხვას. ხოლო რომელმან ზეცისა კეთილთა პატივს სცეს, ვიდრეღა ქვეყანისათა და იგინი აღირჩინეს, ორივე იგი მიეცეს მას. ამისთვის ჩვენც აუგულებელს ვხოთ ქვეყანისაი ესე ყოველივე ცუდი და ამაოი და აღორჩინეთ ზეცისა კეთილნი, წარუვალნი იგი და დაუსრულებელნი, რაითა მივემთხვინეთ მათ და ვსუფევდეთ ანგელოზთა თანამადლითთა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.